სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ უორენ ვირსბის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ ახლა ძველ აღთქმაზე ვართ, ნაწილი მე-12, რომელშიც განიხილება დაბადების წიგნის მე-11 თავი, რომელიც დაასათაურა უორენ ვირსბის შემდეგნაირად: ფრთხილად ღმერთი საქმეშია. მოდით წავიკითხოთ მე-11 თავი და მერე მივყვეთ მის გარჩევას. დაბადება მე-11 თავი. ერთი ბაგე და ერთი ენა ჰქონდა მთელ ქვეყანას. აღმოსავლეთიდან რომ დაიძნენ, შინყარის ქვეყანაში პოვეს ველი და იქ დამკვიდრდნენ. უთხრეს ერთმანეთს: მოდი, გავაკეთოთ აგური და გამოვწვათ ცეცხლში. და ჰქონდათ ქვის ნაცვლად აგური, ხოლო კირის ნაცვლად ფისი. თქვეს: ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ცას მიწვდება და ასე შევქმნით სახელს, თორემ გავიფანტებით დედამიწის ზურგზე. და ჩამოვიდა უფალი ზეციდან, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ კაცთა ძენი. და თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ყველას ერთი ენა აქვს. აი რისი კეთება წამოიწყეს. ამიერიდან აღარაფერი იქნება მათთვის მიუღწეველი, რასაც განიზრახავენ. დაბლა ჩავიდეთ და აურიოთ ენა, რომ ვეღარაფერი გააგებინონ ერთმანეთს. და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან დედამიწის მთელ ზედაპირზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქის შენება. ამიტომ დაერქვა ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და იქიდან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის მთელ ზედაპირზე. ეს არის სემის შთამომავლობა. 100 წლის იყო სემი, როცა შვა არფაქშადი, წარღვნიდან 2 წლის შემდეგ. იცოცხლა სემა არფაქშადიდან დაბადების შემდეგ 500 წელი და შვა ძენი და ასული. 35 წლისა იყო არფაქშადი, როცა შელახი შეეძინა. იცოცხლა არფაქშადმა შელახის დაბადების შემდეგ 403 წელი და შვა ძენი და ასული. 30 წლისა იყო შელახი, როცა ყებერი შეეძინა. იცოცხლა შელახმა ყებერის დაბადების შემდეგ 403 წელი და შვა ძენი და ასული. 34 წლის იყო ყებერი, როცა ფელეგი შეეძინა. იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ 430 წელი და შვა ძენი და ასული. 30 წლის იყო ფელეგი, როცა რეღუ შეეძინა. იცოცხლა ფელეგმა რეღუს დაბადების შემდეგ 209 წელი და შვა ძენი და ასული. 32 წლისა იყო რეღუ, როცა სერუგი შეეძინა. იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ 207 წელი და შვა ძენი და ასული. 30 წლის იყო სერუგი, როცა ნახორი შეეძინა. იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ 200 წელი და შვა ძენი და ასული. 29 წლისა იყო ნახორი, როცა თერახი შეეძინა. იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ 119 წელი და შვა ძენი და ასული. იცოცხლა თერახმა 70 წელი და შვა აბრაამი, ნახორი და ხარანი. ეს არის თერახის შთამომავლობა და შვა თერახმა აბრაამი, ნახორი და ხარანი. ხარანს შეეძინა ლოტი. ხარანი მამამისის თერახის ციცოცხლეშივე გარდაიცვალა ქალდებელთა ურში, თავის სამშობლოში. ცოლები შეერთეს აბრაამა და ნახორმა. აბრაამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს მილქა. ხარანის ასული, რომელიც მილქასა და ისქას მამა იყო. და იყო სარაი ბერწი, შვილი არ უჩნდებოდა. წაიყვანა თერახმა აბრაამი, თავისი ძე, ლოტი ხარანის ძე, თავისი შვილი სარაი, თავისი რძალი აბრაამის ცოლი და მათთან ერთად წავიდა ქალდებელთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში. მივიდნენ ხარანამდე და იქ დამკვირდნენ. და იყო თერახის სიცოცხლის დღენი 205 წელი და გარდაიცვალა თერახი ხარანში. აი როგორ თარდება ეს მე-11 თავი, რომელიც თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ქრონოლოგიურად აქ არ არის და აქ მოვლენები წინ უსწრებს იმ მოვლენებს, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ მე-10 და იქით მე-9 თავებში გენეალოგია. ასე რომ ამას თვითონ უორენ ვირსბიც იტყვის და მივაქციოთ ახლა ყურადღება, თუ როგორ მიუდგება ამ თავს ჩვენი ბიბლიური კომენტატორი. ფრთხილად ღმერთი საქმეშია. ადამიანი გვთავაზობს, მაგრამ ღმერთი განკარგავს. ეს ნაცნობი განცხადება თითქმის რელიგიური კლიშეა. ბევრმა ადამიანმა, ვინც მას იყენებს, არც კი იცის თუ რას ნიშნავს ეს. ეს დაწერა ავგუსტინელმა ბერმა თომას კემპისმა, დაახლოებით 1380-1471 წელი მისი მოღვაწეობა. თავის კლასიკურ წიგნში ქრისტეს მიბაძვის შესახებ. გაფართოებული ვერსია კი ასე ჟღერს: ადამიანი აკეთებს იმას, რაც შეუძლია, ღმერთი აკეთებს იმას, რაც სურს. სოლომონმა უფრო მეტი სიტყვები გამოიყენა და საუკეთესოდ წარმოთქვა ეს აზრი. კაცის გულში ბევრი განზრახვა, მაგრამ უფალის ზრახვა აღსრულდება. იგავები 19:21.
ბიბლიაში ვერცერთი ადგილი ისე კარგად ვერ ასახავს ამ ჭეშმარიტებას, როგორც დაბადების ეს მე-11 თავი. როდესაც კითხულობთ ბაბილონის შესახებ ნარატივს და შემდეგ მომდევნო გენეალოგიებს, თქვენი მყისიერი შთაბეჭდილება ის არის, რომ ღმერთი მოქმედებს თავის სამყაროში და ის ასრულებს თავის განზრახვებს ცოდვილი ადამიანის გეგმებისა და პროექტების მიუხედავად. ღმერთი აჩერებს აჯანყებას. ეს გადმოცემულია პირველ ნაწილში მე-11 თავის, ეს არის პირველიდან მე-9 მუხლებამდე. დაბადების პირველიდან მე-11 თავებში 4 დიდი მოვლენა აღწერილი: სამყაროს შექმნა, ადამიანის დაცემა, წარღვნა და ბაბილონის კოშკის აშენების მცდელობა. ეს თავები ცხადყოფს, რომ სადაც კაცობრიობა არ დაემორჩილა ღმერთს, უფალმა ეს ცოდვა განსაჯა და შემდეგ თავისი მადლით ის ქმნის ახალ დასაწყისს. ადამმა და ევმა შესწოდეს, მაგრამ ღმერთმა ისინი შემოსა და დაპირდა მსოფლიოს გამომსყიდველის გამოგზავნას. კაენმაც მოკლა აბელი, მაგრამ ღმერთმა გაგზავნა შეთი, რათა გაეგრძელებინა ღვთისმოსავი ხაზი. შეთელები უხთო კანაანელებთან დაქორწინდნენ და ღმერთს წარღვნით დედამიწის განწმენდა მოუწია. უკაცრავად, მაგრამ ნოემ და მისმა ოჯახმა ღვთის სიტყვა ირწმუნეს და გადარჩნენ. წარღვნის შემდეგ ნოეს 3 ვაჟი შთამომავლებმა ხელახალი დასახლება დაიწყეს დედამიწაზე, მაგრამ ნოესთან ახალმა დასაწყისმა საბოლოოდ გამოიწვია ერთ-ერთი ყველაზე ამპარტავანი აჯანყება ისტორიაში, ღვთის წინააღმდეგ, რომელიც აღწერილია ამ ადგილზე წმინდა წერილში. აჯანყება პირველი და მე-4 მუხლები. სავარაუდოა, რომ მე-11 თავში აღწერილი მოვლენები მე-10 თავში აღწერილი მოვლენების წინ მოხდა. მე-10 თავში აღწერილი გაფანტვა იყო ღვთის განკითხვის შედეგი ბაბილონში. შესაძლოა ეს ამბავი იქ დაბადების წიგნში იმიტომ იყო განთავსებული, რათა მას შეძლებოდა რომ მივეყვანეთ სემის გენეალოგიაში, რომელიც შემდეგ ებრაელი ერის დამაარსებლის აბრაამის გენეალოგიაში გადადის. ამრიგად, განლაგება ლიტერატურულია და არა ქრონოლოგიური. ღმერთმა უბრძანა ხალხებს ნაყოფიერები ყოფილიყვნენ, გამრავლებულიყვნენ და გაფანტულიყვნენ მთელ დედამიწაზე. მაგრამ მათ გადაწყვიტეს გადასვლა ნიმროდის ქალაქ ბაბილონში და იქ დასახლება. ეს ნაბიჯი აშკარა აჯანყება იყო ღვთის ბრძანების წინააღმდეგ, რომელიც ხალხს საბოლოოდ გაფანტავდა. როგორც ჩანს, ნიმროდს სურდა, რომ ისინი მის ქალაქებში მისი კონტროლის ქვეშ ყოფილიყვნენ. ბაბილონში მათ მიერ აშენებული კოშკი, ეგრეთ წოდებული ზიგურატი, არქეოლოგებმა გათხარეს და ამდენი ნაგებობიდან რამოდენიმე, რომლებიც ძირითადად რელიგიური მიზნებისათვის იყო აშენებული, აღმოაჩინეს. ზიგურატი პირამიდის მსგავსი იყო, გარდა იმისა, რომ თანმიმდევრული სართულები ჩაღრმავებული იყო, რათა მწვერვალზე საფეხურებით ასვლა შეგრძელებოდათ, მწვერვალზე ისინი ღმერთის ან ქალღმერთისადმი მიძღვნილი სპეციალურ სალოცავს და სამსხვერპლოს აკეთებდნენ. შენობის აგებისას ხალხი არ ცდილობდა ცაში ასვლას, ღმერთის ტახტიდან ჩამოგდევას. პირიქით, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ღმერთი ან ქალღმერთი, რომელსაც ისინი სცემდნენ თაყვანს, ზეციდან ჩამოვიდოდა და მათ შეხვდებოდა. შენობას და ქალაქს ბაბილონი ერქვა, რაც ნიშნავს ღმერთების კარიბჭეს. ეს სამარცხვინო პროექტი უფლის წინააღმდეგ ომის ამპარტავანი გამოცხადება იყო. მსგავსი ფსალმუნისა მეორე თავში რომ არის აღწერილი. ფსალმუნში რომ არის აღწერილი. სადაც მოცემულია აჯანყება მეფეებისა ღმერთის წინააღმდეგ. თავდაპირველად ხალხი ეწინააღმდეგებოდა ღვთის ბრძანებას დედამიწის გაფანტვისა და ხელახლა დასახლების შესახებ. შესაძლოა შიშითაც და სიამაყითაც იყო ეს ამოძრავებული და გამოწვეული. მათ გადაწყვიტეს აეშინებინათ ქალაქი და დიდი ზიგურატი, რათა ერთად დარჩენილიყო. მაგრამ უფრო მეტიც, მათ სურდათ საკუთარი თავისთვის სახელის მოხვეჭა, რათა სხვებსაც აღფრთოვანება გამოეხატათ მათით და შესაძლოა ისინიც რომ მოსულიყვნენ და შეერთებოდნენ მათ. მათი მიზნის განცხადება იყო ეშმაკის ტყუილი ედემში, გასვოთ ედემის ბაღში, თქვენ ღმერთივით იქნებით. დაბადება 3:4. ხალხს რამდენიმე რამ ჰქონდა პრაქტიკულად სასარგებლო ამ გაერთიანებიდან და ამ ერთად ცხოვრებიდან. ისინი ჭეშმარიტად გაერთიანებული ებერი იყვნენ, ერთი ხალხი იყო, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობდნენ, ერთი ლექსიკას და ერთ ლექსიკონს იყენებდნენ. მათ ამოძრავებდათ სიამაყის ერთი სული და ერთი დამაჯერებელი სული, რომ საკუთარი სახელი გაეთქვათ. ერთადერთი რაც აკლდათ, ეს ღვთისგან მოწონება იყო. რა არის ღვთის პასუხი? ვისაც ღმერთები ანადგურებენ, წერდა ისტორიკოსი ჩარლზი ბერდი, ჯერ მათ ისინი ძალაუფლებით ათრობენო. ბაბილონიდან ბელშაცარამდე, დანიელის მე-5 წიგნში გახსოვთ, და ასევე ჰეროდეს ამბავი მოციქულთა საქმეების მე-12 თავში. ჰიტლერამდე ღმერთმა არაერთხელ აჩვენა, რომ არ ღირს მისინების წინააღმდეგ აჯანყება.
დაღუპვას წინ სიამაყე უძღვის, დაცემას კი ქედმაღლობა. იგავებით 16:18. იესომაც ამიტომ გაგვაფრთხილა, რომ ისინი, ვინც თავს აიმაღლებდნენ, დამდაბდებოდნენ. მათე 23:12. ღმერთის ზეცაში არასოდეს არის დაბნეული ან პარალიზებული იმითი, რასაც ადამიანები ჩაიფიქრებენ და აპირებენ რომ გააკეთონ დედამიწაზე. ბაბილონის ამპარტავან ავედით ღმერთმა უპასუხა ზეციდან სიმშვიდით, ჩავედით. ის ვინც ზეცაში ზის, გაიცინებს, უფალი დასცინებს მათ. ფსალმური 2, მუხლი 4. რა თქმა უნდა, ღმერთს არ სჭირდება გამოძიება იმის გასაგებად, თუ რა ხდება მის სამყაროში. ეს უბრალოდ ადამიანური ენა გამოიყენება მხოლოდ ღვთის ჩარევის დრამატიზირებისთვის. როგორც ადამისა და ევას შემთხვევაში გახსოვთ ბაღში, როდესაც ემალებიან და ღმერთი კითხულობს, ღმერთმა ყველაფერი წინასწარ უკვე იცის, რასაც აკეთებენ ისინი და რაც გააკეთეს. ღვთის სამჯარო ბაბილონში არა მხოლოდ შეეხო იმ კონკრეტული საქციელის ცოდვებს, არამედ ხელს უწყობდა მომავალშიც კაცობრიობისათვის პრობლემების თავიდან აცილებას. კაცობრიობის ერთიანობა მხოლოდ ადამიანებს მისცემდა ძალაუფლების სრულ განცდას, რაც მათ ღვთის წინააღმდეგ კიდევ უფრო დიდი აჯანყებისაგან უბიძგებდა. მათი ენის არევით და მთელ დედამიწაზე მათი გაფანტვით, ღმერთმა მადლიერად შეიწყალა მათი სიცოცხლე და მისცა მათ შესაძლებლობა დაბრუნებულიყვნენ მასთან. მას შეეძლო გაენადგურებინა მშენებლები, მათი ქალაქი და მათი კოშკიც, მაგრამ მან ირჩია, რომ ისინი ცოცხლები დარჩენილიყვნენ. სიტყვა ბაბილონი ჟღერს ებრაული სიტყვიდან, როგორც ბალალი, რაც ნიშნავს არეულობას. ღვთის განკითხვის გამო ღმერთების კარიჭე გადაიქცა არეულობაში შესასვლელ კარად. საკუთარი სახელის გახმაურების ნაცვლად ღმერთმა პროექტს ახალი სახელი მისცა. მის ეკლესიაში ღმერთი არ არის არეულობის ავტორი. 1 კორინთელთა 14:33, მაგრამ სამყაროში ღმერთი ზოგჯერ იყენებს არეულობას ადამიანების დასამდაბლებლად და ისეთი გაერთიანებისაგან ხელის შესაშლელად, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. სიტყვა სემი ებრაულად სახელს ნიშნავს და აბრაამს სემის შთამომავალს აღეთქვა, რომ ღმერთი მის სახელს განადიდებდა. სოფლიოს ხალხი საკუთარ სიბრძნესა და ძალის ხმევაზეა დამოკიდებული, მაგრამ ისინი ვერასოდეს ვერ აღწევენ მუდმივ დიდებას. ვინ იცის იმ ადამიანის სახელი, ვინც ბაბილონის ცნობილ კოშკში მუშაობდა? მიუხედავად ამისა, აბრაამის სახელი დღეს ცნობილია მთელ სოფლიოში და მას პატივსცემენ ებრაელები, მუსლიმანები და ქრისტიანები. დიდი განსხვავებაა კაცობრიობის ჩვენ განვადიდებთ ჩვენს სახელს და ღვთის ნათქვამი მე განვადიდებ შენ სახელს. როცა აბრაამს ეუნება და ჩვენ განვადიდებთ ჩვენი სახელი, ეს უკვე აქ ბაბილონის კოშკში გაიჟღერა. დაბადების წიგნი ხაზს უსვავს სახელებს და ამ წიგნში ღმერთი რამდენიმე სახელს ცulis. მაგალითად, აბრაამი ხდება აბრაამი, სარაი ხდება სარა, ესავი ხდება ედომი, იაკობი ხდება ისრაელი. ის თუ რას უწოდებს ღმერთი რომელიმე ნივთს ან საგანს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თუ რას უწოდებ ჩვენ მას. როდესაც ის ქმნიდა სამყაროს, ღმერთმა სახელები დაარქვა ნივთებს და მან ადამიანსაც კი სთხოვა, რომ ცხოველებისთვისაც იგივე გაეკეთებინა. სიტყვა ბაბილონს დღეს ძალიან ცოტა ადამიანი თუ აღიქვას ღმერთის კარიბჭედ, მაგრამ უმეტესობა მას აღრევას და არეულობას გულისხმობს. მასში არეულობას და აღრევას გულისხმობს. ეხლა ჩვენი რეაგირება როგორი უნდა იყოს ამ მოვლენაზე? ბაბილონის ისტორია მხოლოდ ძველი ისტორიის ნაწილი არ არის, რადგან ბაბილონი და ბაბილონის ეს კოშკი დღევანდელი ყველა მორწმუნისათვის სულიერ გამოწვევას წარმოადგენს. საბოლოოდ ბაბილონი დიდ ქალაქად და დიდი იმპერიად იქცა და ძველი წელთაღრიცხვით 606 წლიდან 586 წლებში ბაბილონის ჯარებმა შემოუტიეს, თავს დაესხნენ და დაიპყრეს იუდას სამეფო, დაწვეს ტაძარი და იერუსალიმის ქალაქი და 70 წლის განმავლობაში ბაბილონში ტყვედ წაასხეს ათასობით ებრაელი. ღმერთი ამ სასტიკ და კერპთაყვანისმცემელ ბაბილონებს იყენებს საკუთარი ურჩიშვილების დასაშლელად. მაგრამ წმინდა წერილში ბაბილონი სიმბოლურად გამოხატავს ამ ქვეყნიურ სიამაყეს, მორალურ გაღწნილებას და ღვთის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობას. ბიბლიური კონტრასტია ბაბილონის მიწიერ ქალაქს შორის, რომელიც ღვთის წინააღმდეგ აჯანყდა და იერუსალიმის ზეციურ ქალაქს შორის, რომელიც ღმერთს დიდებას მოუტანს. ამ ორ ქალაქს შორის კონტრასტის
დასანახავად დაგჭირდებათ წაიკითხოთ იერემიას წიგნის 50 თავი და გამოცხადების მე-17 თავი. ბაბილონი წარმოადგენს მსოფლიოს სისტემას, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს, მას ზულს იესო ქრისტე და მიმართავს ადამიანური ბუნების უფრო დაბალ სურვილებს და მიწიერ მადას უღვივებს მათ. ბაბილონი საპირისპიროა ზეციერი იერუსალიმისა, რომელიც წმინდათა ქალაქია, ებრაელთა 12:18. თავდაპირველად ბაბილონში ხალხს სურდა აეშენებინა კოშკი, რომელიც სას მიაღწევდა, მაგრამ გამოცხადების მე-17 თავში ჩვენ ვკითხულობთ ბაბილონის ცოდვებს და რა მოუვა მას. თავდაპირველად მსოფლიო ერთიანობა, რომელიც ნიმროდმა მოისურვა დაბადების წიგნისათვის, ბაბილონი ერთ დღეს მიაღწევს სატანის უხთო მსოფლიო სისტემას. მიწიერ ბაბილონს მეძავი ეწოდება, ხოლო ზეციდან ჩამოსულ წმინდა ქალაქს კი იერუსალიმს ქრისტეს პატარძალი. ყველა თაობა საკუთარ კოშკებს აშენებს, წერს ფსიქოთერაპევტი ნაომი როზენბალტი. და ის მართლაც მართალია. იქნება ეს ნამდვილი ცათამბჟენი, სირსის კოშკი, ეს არის ჩიკაგოში, ვინც იცის, ტრიბუნის კოშკი ჩიკაგოში, ეიფელის კოშკი პარიზში, ტრამპის კოშკი ნიუ-იორკში, თუ მეგა კორპორაციები, რომლებიც მსოფლიოს გარშემო ტრიალებს, ხოლო იდეა კი იგივე რჩება, რომელშიც ადამიანები ამბობენ, ჩვენ სახელს დავიმკვიდრებთ. ახლა წარმოდინეთ ბურჯ ბუჯაი და კილომეტრიანია, ხო და 2 კილომეტრიანს კიდე აშენებენ საუდი არაბეთში. ახლა მათ დაიწყეს გაამაყება არაბეთში. ახლა ეს ხო ძველი დაწერილია, გარდაცვლილია უკვე ჩვენი უორენ ვირსბი და ამას კიდე უსწრებდა ტორონტოს ჩვენი აგერ ჩათამბჟენით კოშკი, რომელიც ცნობილია CN Tower-ით, ხო, კანადის ნეტვორკი, ესე იგი მატარებლების ამ კომპანიამ ააშენა. ესეც სიამაყის სიმბოლო იყო, ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო ყველაზე მაღალი შენობა. მაგრამ ეხლა უკვე ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, წარმოიდგინეთ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი და 2 კილომეტრიანია ახლა დაგეგმილი, ხო, ისევ მან არაბეთში. ღვთის ხალხს არ შეუძლია თავი აარიდოს ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, რადგან სწორედ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაშია ჩვენი მსახურება, მაგრამ უნდა მოვერიდოთ ჩვენ ყველანაირად მიწიერებას და ამ ქვეყნიურობას. ჩვენ აქ არა ვართ იმისათვის, რომ ვაშენოთ ადამიანის ამპარტავანი კოშკები. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რათა დავეხმაროთ იესო ქრისტეს მისი ეკლესიის შენებაში. რასაც კაცობრიობა ვერ მიაღწევს თავისი ამაღ კოშკებით, იესო ქრისტე მიაღწია დამამცირებელი ჯვარზე სიკვდილით. ყველა ვინც მიენდობა იესო ქრისტეს, ერთია მასში, გალატელთა 3:27 და ერთად გაიზიარებს მის სამოთხეს, რასის, ერის, ენისა თუ ტომის მიუხედავად. გამოცხადება 7:9. მიუხედავად იმისა, რომ სოფლიო სისტემა გარეგნულად ერთგვაროვნებას ქმნის, შიგნიდან ის ყველაფერს ანგარევს. რასაც სოციალური მეცნიერები ახლა ტექნოლოგიას უწოდებენ, რომელიც აკონტროლებს ადამიანის ცხოვრებას. მაგრამ სულიწმიდა ეკლესიას იყენებს როგორც შერიგების აგენტს, რათა ყველაფერი იესო ქრისტეში გაერთიანოს. ეფესელთა 1:10, მეორე კორინთელთა 5:14-21. ერთი გაგებით სულთმოფენობა მოციქულთა საქმეებში აღწერილი ბაბილონის შებრუნება იყო, რადგან სულთმოფენობის დღესასწაულზე იერუსალიმში ყოფმა ხალხმა ღვთისქება მოისმინა ყველამ საკუთარ ენაზე. ამას გადმოგცემს მოციქულთა საქმეების მეორე თავი. და დადგება დღე, როდესაც ყველა ტომისა და ერის ხალხი თაყვანს იესო ქრისტეს. გამოცხადება 15:4 და ბაბილონის სამჟავრო გაუქმდება. სოფონია 3:9. თითოეულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი. გაუთანაბრდეთ ჩვენს თავს ბაბილონს თუ იერუსალიმს. ჩვენ ამ ქვეყნიურ მეძავთან დავიჭერთ საქმეს თუ ზეციურ პატარზალზე დავქორწინდებით. შემდეგი ქვეთავი იწყება ღმერთი ოჯახს არჩენს. ეს არის მე-10 და 26 მუხლები ამ თავის. ღმერთმა აღუთქვა, რომ გამოგზავნიდა მხსნელს, ქალის შთამომავალს, დაბადება 3:15, რომელიც დაამარცხებდა სატანას და მოიტანდა ხსნას. ნოეს წინასწარმეტყველებამ გამოავლინა, რომ ღმერთი აკურთხებდა მსოფლიოს სემიტების ხაზით, რომლებიც ებრაელი ხალხის წინაპრები იყვნენ. სემი იყო ყებერის ყველა ვაჟის წინაპარი. სავარაუდო რომ სიტყვა ებრაული მოდის სახელიდან ყებერი, ებერი ანუ ყებერი. ქართულად სხვადასხვა თარგმანში სხვადასხვანაირად გამოიყენება ეს. დაბადება გვაწვის სემის ორ გენეალოგიას. პირველი ჩვენ წავიკითხეთ მე-10 თავში და ახლა მე-11 თავში.
პირველი გენეალოგია ჩამოთვლის მის 5 ვაჟს და 5 შვილიშვილს, მაგრამ შემდეგ ის ფოკუსირებულია არფაქსადის შთამომავლებზე, შელახზე, ყებერზე, ყებერის 2 ვაჟზე, ფელექსსა და იოქტანზე. ის ჩამოთვლის იოქტანის მრავალ ვაჟს, მაგრამ უგულელყოფს ფელეგის შთამომავლებს. თუმცა მე-11 თავში მოცემული გენეალოგია უკვე ასახავს ფელეგის ოჯახის მხარეს და აბრაამამდე მივყავართ მას ჩვენ. დაბადების მე-5 თავში მოცემული გენეალოგია ადამიდან ნოემდე მიგვიყვანს, ხოლო დაბადების მე-11 თავში მოცემული გენეალოგია ნოეს ვაჟიდან, სემიდან, თერახამდე და მის ვაჟამდე აბრაამამდე მიდის. გარდა იმისა, რომ ორივე სიაში 10 თაობაა, ეს მოცემული სია განსხვავდება დაბადების მე-5 თავში მოცემული გენეალოგიისაგან. ერთი მხრივ ის არ შეიცავს განმეორებით ფრაზას და მოკვდა. აქცენტი აქ უკვე კეთდება იმაზე, თუ რამდენი წლის იყო კაცი თავისი პირმშოს დაბადებისას. და მე უბრალოდ უნდა აღვნიშნო, ბატონი ჩვენი ვორენი არ იტყვის ამას, მაგრამ იქ თუ შეხვდებით, ხო, 60 წლიდან უფრო უხნიერიდან იწყებდნენ უკვე შვილის და დაქორწინებას. აქ კი 30 წელია ძირითადად. და რამდენად შემცირდა გადახედეთ უკვე დაბადება, ხო? 900-დან 400-500-მდე და მე უკვე 100-200-მდე ჩამოვდივართ, ხო? 200-100-მდე. მე-11 თავში მოხსენებული ადამიანები არ ცხოვრობდნენ იმდენ ხანს, რამდენსაც დაბადების მე-5 თავში მოხსენებული მამაკაცები. სია იწყება ნოეს 950 წლით და მცირდება ნახორის 158 წლამდე. იმიტომ რომ უკვე წარღვნის შემდგომი თაობები იწყებენ ცოდვის ფიზიკური შედეგების შეგრძნებას თავიანთ ადამიანურ სხეულში. იცით ხომ, წარღვნის შემდეგ ასევე შეიცვალა ყველანაირად აი ეს რაც იყო გარშემორტყმული ეს წყლის დამცველი, ესე ვთქვათ, ბირთვი, ის ჩამოიქცა და ულტრაისფერის სხივებმაც დააჩქარა ადამიანის დაბერება. ამ გენეალოგიის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის აღწერს ღვთის ერთგულებას თავისი ხალხის დაცვასა და მისი აღთქმების შესრულებაში. ჩვენთვის ხოლო სახელთა სია იყო ხიდი სემის დანიშვნიდან აბრაამის მოწოდებამდე. ღმერთმა ნებადართო გამოიყენებინა ადამიანები დედამიწაზე მისი ნების შესასრულებლად და ადამიანები ძალიან მყიფეები არიან და ყოველთვის არ არიან მორჩილები, მაგრამ ხიდი აშენდა, გაიდო და აღთქმის დაპირებები შენერებული იყო. ღმერთმა შექმნა ერი, აქ მოცემულია უკვე ეს მე-11 თავის 27 და 32 მხოლებში, თუ დაბადების პირველი და მე-11 თავები 4 ძირითად როგორც აღნიშნეთ მოვლენას აღწერს, ეს არის შექმნა, დაცემა, წარღვნა და ბაბილონის სამჟავრო, მაშინ დაბადების ეს თავები 4 მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებას მოგვაწოდებს. ეს არის აბრაამი, ისააკი, იაკობი და იოსები. ესე იგი, აი ამ თავიდან მოყოლებული ჩვენ უკვე ვიწყებთ გაცნობას ამ ოჯახისა და დაბადების წიგნის ბოლომდე 50 თავამდე სუტრიალი იქნება ამ აბრაამი, ისააკის, იაკობის და იოსების და დიდი წილი ეძღვნება იაკობის ცხოვრებას. ამ აბზაცში 5 ადამიანი გამოირჩევა: აბრაამი და მისი ცოლი სარა, თერახი აბრაამის მამა და ნახორი და ჰარანი აბრაამის ძმები. ჰარანი გარდაიცვალა და დატოვა თავისი ვაჟი ლოტი. ღმერთს ჰქონდა განზრახვა, გამოეხმა ერთი კაცი და მისი ცოლი და მათგან შეექმნა ოჯახი. ამ ოჯახიდან ის ერს ააშენებდა და ამ ერიდან ღმერთი აკურთხებდა დედამიწის ყველა ერს. დასაწყისიდან დასასრულამდე ეს ღვთის მადლის საქმე იყო, რადგან როდესაც ღმერთმა აბრაამი და სარა გამოიძახა, ისინი ეკუთვნოდნენ ოჯახს, რომლებიც კერპებს სცემდა თაყვანს. ამას გადმოგცეს იესო ნავის ძე 24 თავში. როგორც ქალდებელთა ურში, ასევე ხარანში ხალხი მთვარის ღმერთს სცემდა თაყვანს. მთვარის თაყვანისცემა საქართველოში ძალიან ძლიერი იყო, იცით ხო? თუთაშხა და სამეგრელოში. სტეფანეს, რომელიც გადმოგცემს ამას მოციქულთა საქმეებში მე-7 თავში. თანახმად დიდების ღმერთი აბრაამს გამოეცხადა და მოუწოდა ქანაანში წასულიყო. აბრაამს, როგორც ჩანს, ეს საოცარი ცნობა ოჯახს უნდა გაეზიარებინა და ეთქვა, რომ ის და სარა მიდიოდნენ. მას მხოლოდ სარა უნდა წაეყვანა და წასულიყო და ოჯახი კი დაეტოვებინა. დაბადების 12 პირველში ჩვენ შემდეგ თავში წავიკითხავთ ამას, რომ მარტო მისი მოხმობა იყო, ის გამოიხმო და სარა ღმერთმა. მაგრამ ყველა მასთან ერთად წავიდა, გარდა მისი ძმისა ნახორისა და რა თქმა უნდა მისი ძმის ჰარანისა, რომელიც გარდაიცვალა. ნახორი და მისი ცოლი მილქა მოგვიანებით გამოჩნდებიან ჩვენ ამბავში, დაბადების 22 თავში, მაგრამ ნახორი იყო ის, ვინც დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქალდებელთა კერთაყვანის ლურში დარჩა, დაიჯერა თუ არა ნახორმა ძის მიერ გადაცემული ცნობა დიდების ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ესეც იყო. და ამიტომაც მერე გამოდის იქიდან.
როგორც ჩანს, თერახმა დაიჯერა და საკუთარ თავზე აიღო ოჯახისა და მათი მოგზაურობის მართვა, ესე იგი აბრაამის მამამ. მაგრამ თერახმა რატომღაც გაჩერდა და 500 მილის გავლის შემდეგ ის შეჩერდა ჰარანში. ჰარანის ქალაქში, სადაც დასახლდა და იქვე გარდაიცვალა. შესაძლოა მოგზაურობა მისთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ღვთის გეგმა იყო, რომ აბრაამი და სარა მას ოჯახის გარეშე გახოლოდნენ. თერახის სიკვდილის შემდეგ მათ მხოლოდ ლოტი, ჰარანის ვაჟი დარჩათ, რომელიც ურში გარდაიცვალა. ლოტი გახდა ის ადამიანი, ვინც გზასაცდა, რადგან საბოლოოდ მიატოვა აბრაამი და დასახლა ბოროტ ქალაქ სოდომში. ამას ჩვენ შემდგომ მუხლებში წავიკითხავთ. ღმერთის მიერ აბრაამისა და სარას მოწოდების საოცარი მხარე ის იყო, რომ ისინი უშვილოები იყვნენ. აბრაამი ნიშნავს დიდებულ მამას, მაგრამ ის საერთოდ არ იყო მამა, შვილი არ ყავდა. ისინი იყვნენ ყველაზე ნაკლებად სავარაუდო კანდიდატები დიდი ოჯახის შესაქმნელად და დიდი ერის აღსაშენებლად. მაგრამ ღვთის გზები არ არის ჩვენი გზები. ამას ესაია გვეუბნება 55 თავში. და უშვილო წყვილის მოწოდებითა და კურთხევით უფალმა გამოავლინა თავისი ძალისა და დიდების სიდიადე. აბრაამს დაარქმევენ აბრაამს, რაც ნიშნავს მრავალი ერის მამას. საკმაოდ განსხვავებული ადამიანის გზები ღვთის გზებიდან. წარმოიდგინეთ ბაბილონში აბრაამისა და სარას მოწოდებისას. სოფლიო დამოკიდებულია გავლენიანი ადამიანების დიდ რაოდენობაზე, რათა მიაღწიოს წარმატებას, მაგრამ ღმერთი ირჩევს ორ სუსტ ადამიანს, რათა შექმნას მისი ახალი ერი. ბაბილონში ცხოვრებ ხალხს სახელის მოხვეჭა სურდა, მაგრამ ღმერთმა აბრაამის სახელის განდიდება აღუთქვა. ბაბილონში მუშები ამ ქვეყნიური სიბრძნით იყვნენ დაკავებული, მაგრამ აბრაამი და სარა ღვთის სიტყვას ენდობოდნენ. ებრაელთა წერილი მე-11 თავი. ბაბილონი ხორციელი ენერგიითა და სიამაყის მოტივით აშენდა. ისრაელის ერი კი ღვთის მადლითა და ძალით და ადამიანური სისუსტის მიუხედავად აშენდა. ჩვენ ცხოვრობთ არეულ სამყაროში და ბაბილონი ჯერ კიდევ ჩვენთანაა. მაგრამ ღმერთს ჯერ კიდევ ყავს თავისი ერთგული ნაშთი, რომელიც რწმენით მიყვება მას და თვალს ადევნებს ზეციურ ქალაქს. ასე რომ თქვენ სწორედ ამ ნაშთის ნაწილი ხართ. შენიშვნები შემდეგი ესეთია. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ერთსა და იმავე ენაზე საუბრობდნენ, მათ შეიძლება გამოიყენეს სხვადასხვა ადგილობრივი დიალექტი, ერთსა და იმავე სიტყვებს შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდათ სხვადასხვა ადგილას. ჯორჯ ბერნარდ შოუმ სავარაუდოდ თქვა, რომ ინგლისი და ამერიკა ორი ქვეყანაა, რომლებიც საერთონით არიან გაყოფილებიო. ბირდი ბერძენი დრამატურგი სოფოკლეს გამონათქვამს პერეფრაზირებდა, ვისაც ზევსი გაანადგურებდა, ის ჯერ მას გააგიჟებდაო. ეს გამონათქვამი ანდაზად იქცა და მისი ვერსიები მრავალ ენაზე გამოჩნდა. ჭიდაობა ანგელოზებთან ნაომი ჰეიჩ როზენბალტი და ჯოშუა ჰორვატსის ავტორობით ნიუ-იორკი, გამოცემა 1995 წელი. ეს არნიშნავს იმას, რომ ყველა გლობალური ტექნოლოგია და მსოფლიო მეგაკორპორაცია თავისთავად ბოროტია, როცა ლაპარაკი იყო კოშკებისა და იმების აშენებაზე. და ამის კომენტარს აკეთებს ახლა ამ შენიშვნაში, მეოთხე შენიშვნაში ვორენ ვირსლი, როცა ლაპარაკი იყო, რომ აი ეს მის თაუერები, ტრამპ თაუერები და ისინი. ქრისტიანმა უნდა აარიდოს თავი ამ კოშკების სულსა და დანიშნულებაზე. ნუ მიასადაგებით ამ სამყაროს, რომელთა 12-1. ესე იგი, თვითონ შენობაში კი არ არის პრობლემა, არამედ იმ სულში, რომელიც სულითაც ისინი ამ შენობებს აშენებენ. და გადადის სამყაროს და მისივნებაც, ხოლო ღვთისნების შემსრულებელი რჩება უკუნისამდე. 1 იოანე 2:17. ღვთის ხალხს შეუძლია გამოიყენოს გლობალური ტექნოლოგიების სახარების გასავრცელებლად და ეკლესიის აშენებლად, მაგრამ ჩვენი რწმენა უნდა იყოს ღმერთში და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ღვთის განდიდება. ბიბლია არაერთხელ აფრთხილებს მორწმუნეებს, რომ არ იყვნენ იმდენად იდენტიფიცირებული სოფლიო სისტემასთან, რათა არ გაიზიარონ მისი საბოლოო განკითხვა. ესაია 48, იერემია 50, 45, 1 კორინთელთა 11 და გამოცხადება 18:4. მეხუთე შენიშვნა არის იხილეთ ტექნოპოლია, კულტურის დანება ტექნოლოგიაზე. ნილ პოტსმენი, ნიუ-იორკი, 1992 წელი. ტექნოლოგიური კლდე, ჟაკ კლული. მეექვსე, მათი სახელები მოგვიანებით შეიცვალა აბრაამიდან აბრაამამდე და სარაიდან სარამდე. დაბადება 17:1:17. მადლობა მოსმენისათვის.